ძალიან ცუდი რაღაცა არის ერთის მხრივ, იმიტომ რომ იმასაც ვკარგავთ, იმ უნარსაც ვკარგავთ, რომ განსხვავებული აზრი მოვისმინოთ, იმიტომ რომ როდესაც შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავებული აზრი არ არის, ჯერ ეს ერთი განსხვავებული აზრის არ ქონა, საერთოდ ტრაგედია არის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმიტომ რომ აგერ რუსეთის მაგალითზე ვნახეთ, უკრაინაში როგორ მთელი დაზვერვის ვერტიკალი ამბობდა, რომ 3 დღეში, 4 დღეში, 1 თვეში თუ არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, რა დროის რაოდენობა არის საუბარი, მაგრამ როდესაც გეგმები, რეალური პოლიტიკა და რეალური გეგმები ეწყობა იმაზე, არასწორ ინფორმაციაზე და იმაზე, რომ მოისმინო შენ ის, რაც შენ გინდა და რაც შენ გსურს, აბსოლუტურად არასწორ დასკვნებამდე მიყავ ხარ და შეიძლება ძალიან დიდ ტრაგედიაშიც გადაიზარდოს, აგერ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის დაზვერვამ თქვა, რომ მილიონზე მეტი დანაკარგი აქვს უკვე რუსეთს დაჭრილი და დაღუპული. შესაბამისად, განსხვავებული აზრის მოსმენა ეს არ არის რაღაც ეს არ არის ასე ვთქვათ მოცემულობა, ეს არის უნარი და ეს არის ყოველდღიური საჭიროება.